თავისუფლება სინდისის პატივი. მადლობა, თავისუფლება, თავისუფლება. მადლობა, დიდი. დღეს აქციაზე შევხვდებით. შევხვდებით, მადლობთ. ფიქრობ ხოლმე ხანდახან გამიელვებს ხოლმე რომ რახან ეს უცხო სივრცეა ამ უცხო სივრცეში თითქოს მეტ გძნობ ცვლილების პოტენციალს იმიტომ რომ ხო რაღაც აი იმას მაინც როგორც მინიმუმ რომ ვინც პასიურად გვიჭერს მხარს იქნებ მოუნდეს და აქტიურად დაგვიჭიროს მხარი ან ვინც საერთოდ ჩუმად გვიჭერს მხარს არც პასიურად არ გამოხატავს იმან პასიურად დაგვიჭიროს მხარი შემდეგი სადგური ისანი ხანდახან მისმენენ, კი იცით, მე როდესაც ვეუბნები ადამიანს, რომ არც მე არ უჭერ არც ერთ პოლიტიკურ პარტიას მხარს, არც მე ვფიქრობ, რომ რომელიმე მედია ჩემს სათქმელს ბოლომდე ამბობს. მეც შეიძლება ომის მეშინოდეს მართლა, იმიტომ რომ ჩემმა თაობამაც გამოიარა 2008 წლის ომი და მე მესმის ამ ადამიანების წუხილის და შიშის, მათ შორის ვხვდებიან ადამიანები, ვისაც ომ გამოვლილი ადამიანები, ვისაც ჩემგან შეუქმნეს მტრის ხატი, იმიტომ რომ მათ აჯერებენ რომ მე თითქოს მინდა რომ საქართველოს გახდეს ომის თანამონაწილე. ხო ეს ხომ ასე არ არის. რუსთაველზე მდგომ ადამიანებს გვინდა თავისუფალი ქვეყანა, გვინდა ელემენტარული ადამიანის უფლებები იყოს დაცული, ჩვენი გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული. ისკენ რომ მე გამიჭერეს ვიღაც ჩემგან სრულიად განსხვავებულ ადამიანს, სრულიად ჩემგან განსხვავებული სათქმელი რომ მქონდეს, მასაც მქონდეს ამ სათქმელის თავისუფლად თამამად და ყველანაირი შიშის და საფრთხის გარეშე გამოთქმის უფლება. ამისთვის ვდგევართ, ყველასთვის ვდგევართ, ამიტომ მე ადამიანებთან არაფერი გასაყოფი დასაპირისპირებელი არ მაქვს პირიქით. სავარაუდოდ ეს ადამიანებიც აღიქვამენ მაგას, რომ მე ჩემთვის კომფორტულ სივრცეში არ ვდგავარ ახლა და მე მაინც მიღირს, რომ მანდ ვიდგე და შესაბამისად სავარაუდოდ ეს ჩემი სათქმელი უფრო მტკიცედ ჟღერს, როცა ეს მიჭირავს, ვიდრე როცა ისე უბრალოდ ვიძახი და თქვათ მეგობარს ვეუბნები იგივე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და შეიძლება ეს უჩენდეთ რაღაც რიდს ან შიშს, რის გამოც პირდაპირ საკმაოდ ბევრჯერ ვიყავი უკვე საზოგადოებრივ ტრანსპორტში და პირდაპირ არც ერთხელ არ დამსხმიან თავს. ერთი ისტორია იყო, როცა თავიდან შევედი მეტროში და ერთმა კაცმა ჩემი პოსტერზე წარმოდგენილი ტექსტი წაიკითხა ძალიან აგრესიულად. ეწერა, რომ თუ იმედს უყურებ, მაშინ არ გეცოდინება რა ხდება გურიაში, რა ხდება ჩვენს თავს, რაღაც მსგავსი შინაარსის ტექსტი იყო. თავიდან წაიკითხა რაღაც აგრესიულად ჩაიბურტყუნა, მაგრამ ვერ მოგატყუებთ, არ ვიცი რა ჩაიბურტყუნა, მაგრამ მე მთელი გზავრობის განმავლობაში მოლოდინი მქონდა, რომ ეს კაცი სადაცაა თავს დამესხმება და რამეს მეტყვის, იმიტომ რომ ესე მიყურებდა და ბოლოს როცა გადიოდა ვაგონიდან, აი მეთქი ეხა მომაძახებს რაღაცას და მეუბნება, რომ ისე მართალი ხარ, ხო იცი? რთული გასამყობელია, როდესაც ხშირად არის, რომ აი რაღაც ასაკოვანი ქალები მოდიან და მეუბნებიან, რომ აი ძალიან კარგი გოგო ხარ, რომ აი რაღაცას, იმიტომ რომ ვიღაცას გამოველაპარაკები, ვიღაცას რაღაცას ვეცდები რომ აუხსნა და რა კარგი გოგო ხარ და როგორ ტყუილში ხარ. როგორ? ჩვენი გაყოფა სულ. ჩვენი გაყოფა? აი ამას გეკითხა. თამარ შეგიძლიათ. ჩვენს არალეგიტიმურ მთავრობას, რომელსაც მიტაცებული აქვს ხელისუფლება. რომელმაც გააყალბა არჩევნები, რომელიც გასაგებია, ეს ყველაფერი ძებირად. კი ბატონო. არ მაქვს დიდი ილუზია, რომ
რაღაც ავტობუსში ჩემი მესიჯის გაზიარებით აუცილებლად ვიღაცას აზრს შეუცვლი, მაგრამ მგონია რომ ამაზე ფიქრი უნდა დავიწყოთ უფრო სტრატეგიულად სამოქალაქო საზოგადოებამ, პროფესიულმა წრეებმა, როგორ ვესაუბროთ იმ ადამიანებს, ვინც დღეს განსხვავებულ აზრზე არიან და ვის ამ პოზიციაში ძალიან დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენს არალეგიტიმურ მთავრობას, პროპაგანდისტულ მანქანებს, რუსულ სპეცსამსახურებს ალბათ, როგორ უნდა ვიმუშაოთ ჩვენ მართლა რომ ეს შევძლოთ. აი, როდესაც ამ პლაკატით ავედი, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე რთული დღე იყო და ყველაზე საზარელი დუმილი ამ დღეს იყო. იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ არ არსებობს დღეს ადამიანი, რომელი ტელევიზიის მაყურებელიც არ უნდა იყოს, რასაც არ უნდა ეუბნებოდნენ ამ ადამიანებზე, რომელიც უბრალოდ ვერ ხედავს ბავშვობას ამ ადამიანების სახეებში, ვერ ხედავს გულწრფელობას, ვერ ხედავს აი იმ რაღაცა სილაღეს, რომლის მოსპობასაც ცდილობს ეს რეჟიმი და არ მგონია, რომ მართლა ადამიანებს სჯეროდეთ, რომ აი ეს ადამიანები შეიძლება ჯგუფურ ძალადობაში ან სახელმწიფო გადატრიალებაში იყვნენ ბრალდებულები. უბრალოდ ადამიანები არ არიან მიჩვეული თავისი სათქმელის ხმამაღლა თქმას, არ არიან მიჩვეული ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, თვლიან, რომ სხვამ უნდა გადაწყვიტოს მათი მომავალი და მათთვის რთულია, რომ აყვნენ ამ სიმართლეში და ნაწილი ამ დუმილის ესეც არის. მოდი. არა სტუდენტი ვარ. ესეთი მაქვს. აღარც მე ვარ სტუდენტი, მაგრამ არა ჩემი მეგობარი მყავდა. კი, როგორც გაგეხარდება, მადლობა დიდი. ამ დროის განმავლობაში ვფიქრობდი, რომ რის გამო ვაკეთებ, ანუ რისი იმედი მაქვს, როცა ამას ვაკეთებ და რავი, ყველაზე ამბიციური მიზანი შეიძლება ის იყოს, რომ ვიღაცამ მეტი გაიგოს და თქვათ ჩვენ მხარეს გადმოვიდეს, მაგრამ ეს რომც არ მოხდეს საერთოდ, მივხვდი, რომ მარტო იმად გამო მიღირს პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა, ვისაც უხარია ჩემი იქ ყოფნა რა, იმიტომ რომ მივხვდი, რომ ამ სივრცის მიღმა, რუსთაველის გამზირის მიღმა, მე თვითონ ძალიან მარტო ვგრძნობ ხოლმე თავს და ძალიან უმწეოდ ყველგან სხვაგან. ძალიან გამაძლიერებელი შეიძლება იყოს ისევ ჩვენთვის, რომ ერთმანეთი ვნახოთ სხვა სივრცეებში და ერთმანეთს გავახსენოთ სხვა სივრცეებში, რომ ჩვენ არ ვართ მარტოები და ერთად ვართ და რაღაც ძალა გვაქვს.